დღეს აღიარებით მოვედი თქვენთან. ერთი სიტყვით მეორე მხარეს გადავედი. და მეგობრებმა, რომლებიც დიდი ხანია ცნობენ და იციან ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში, უბრალოდ მაიძულეს, რომ საჯაროდ აღიარებითი ჩვენება ჩამეწერა. თან ეს ვიდეო უკვე დიდი ხანია ჩაწერილი, მაქვს უბრალოდ არ გამისაჯარავებია და მხოლოდ გარკვეულ ადამიანებს პირადად გავუგზავნე. ერთი სიტყვით ჩემი აღიარება. სად იყო და სად არა სექტას მეც ვუერთდები. აი, მეც სექტანტი ვხდები მოკლედ დღეიდან. ბევრი ვეწინააღმდეგე, ცოტა ვეწინააღმდეგე, ადრე თუ ვიან ყველა გზა აქამდე მიდის. ნახოთ. მოკლედ, როგორც მივხვდით, მე Android-ის ერთგული მომხმარებელი მარტო Samsung-ს ვიყენებ Note 2-დან მოყოლებული, ეს იყო ჩემი ბოლო ტელეფონი, smartphone-ი Android-ის, ჩაანაცვლა ამ პატივცემულმა. უკვე გაბრუნილი, გაქეისებული, ამაზე დეტალებს და შთაბეჭდილებებს მოგვიანებით მოგახსენებთ. და ასევე მიზეზებზეც ვისაუბრებთ, რატომ გადავწყვიტე გადასვლა Apple-ზე. იმედი Android-ის მოხმარებლები ძალიან არ გამინაწყენდებით, მით უმეტეს რომ ჩემი თვალსაზრისით iPhone-მა დაიმსახურა ეს პატივი ჩემს. თან როგორც მეგობრები მეღადავებიან უკვე თებია, მაქსიმალურად Android-ს სანამ არ დაამდგავსებს, მანამდე არ გადმოხვედია, ხო და მაგას ველოდებოდი მეც. დროებით